ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ასევე შეფასებების თემაა რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის ინიციატივები. ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს საერთაშორისო მეგობრების სახელით მორიგ მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები ყოფილი თანამდებობის პირები მოუწოდებენ თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს. მოითხოვენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყონ ივანიშვილის უკანონო რეჟიმი. ხელმომწევრები თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს მოუწოდებენ არ გამართონ შეხვედრები. მათი თქმით, უკანონო რეჟიმთან ვიდრე ის არ დათანხმდება ახალ სათანადო მონიტორინგით ჩატარებულ არჩევნებს. ისინი მოუწოდებენ დემოკრატიულ მთავრობებს ერთიანი სანქციები დაუწესონ ივანიშვილის რეჟიმს, ქართული ოცნების წევრებსა და პროპაგანდისტებს, რომლებიც მათი თქმით ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტს. ივანიშვილის ქართული ოცნების პარტიამ აირჩია უგულვეყოლს ოპოზიციისა და საერთაშორისო მონიტორინგის ლეგიტიმური შეშფოთებები ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით. დასვა ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანოდ და ცალმხრივად აირჩია ახალი პრეზიდენტი. მათ სასტიკად უპასუხეს ასობით 1000 დემონსტრანტს ღამის აქციაზე. საქართველოს მოსახლეობა ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ჩვენ უნდა ვიდგეთ მათ გვერდით, აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც 43 პირი აწერს ხელს. ასევე შეგახსენებთ კონგრესმენ ჯო უილსონისა და კონგრესმენ სტივ კოენის კიდევ ერთ ინიციატივას სახელწოდებით ქართული კოშმარის აღიარების აქტი. აღნიშნული დოკუმენტი გრძალავს აღიარებას ან ურთიერთობის ნორმალიზებას საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც მართავს ბიძინა ივანიშვილი ან ნებისმიერი მარიონეტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე დანაშაულების გამო. სოფლის ნომერ პირველი სახელმწიფო ყველაზე ძლიერ მოთამაშე საერთაშორისო არენაზე პრინციპულად უჭერს ხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის, დემოკრატიისათვის, სამართლიანობისათვის. უკან დასახევი გზა უკვე ქართული ოცნების რეჟიმმა დიდი ხანია დაანგრია და ჩვენ ხედავთ, რომ ეს პრინციპული მიდგომა შეერთებული შტატების სახელმწიფოსი, რომ არ აღიაროს სრულიად გამოაგნებელი მასშტაბის გაყალბება, ძალაუფლების მიტაცება, ტერორზე დაფუძნებული უკვე რეჟიმის მშენებლობა და დაარქვას ამას თავის სახელი უკვე შედის ძალაში. ვფიქრობ, ამ აქტის სათავე ძალიან კარგად აჯამებს იმ შინაარს, რაც გააჩნია მათ შორის ამ აქტს. ერთ დროს ქართულ ოცნებათა სოფიო პოლიტიკურ ძალას დღეს ყველა უწოდებს ქართულ კოშმარს, ძალიან სწორად და სამართლიანად. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მიიტაცა ხელისუფლება, რომელიც ომი გამოუცხადა საკუთარ ერს და რომელიც გადაწყვიტა, რომ ამ ერის გეოპოლიტიკური განაცხადი გააუქმოს. შესაბამისად, ის არ იქნება აღიარებული არც ერთი ცივილიზებული დემოკრატიული სახელმწიფოს მიერ და პირიქით, მას ელის სულ უფრო მეტი სანქცია და სულ უფრო მყარი და განგრძობითი არაღიარების პოლიტიკა. რამდენმა კონგრესმენმა თუ თავის თანამდებობის პირმაც არ უნდა მოაწეროს კონკრეტულ აქტის პროექტს ხელი და მერე ეს დააინიციონ, ამას მთავარი მნიშვნელობა აქვს საბოლოო ჯამში ფინალი როგორი იქნება და მიიღებს ექნება თუ არა სიცოცხლის უნარიანობა ეს ასეთ აქტს. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალარჩეული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ასეთი მავნებლური აქტები და მავნებლური განცხადებები, რომლებიც პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა და ძირს უთხრის ორ ქვეყანას შორის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას არ იქნება მიღებული. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ამ ადამიანებს, ვინც ხელი მოაწერეს ამ განცხადებას თუ მიმართვას, რომელიც ჯო უილსონის ინიციატივით ჩამოყალიბდა, არანაირი სიმპათია, არანაირი სიყვარული ან მით უმეტეს რაიმე ემოცია საქართველოს მიმართ არ გააჩნიათ. ერთადერთი რასაც საქართველოს მიმართ ისინი გულში ატარებენ, არის გეგმა, რომ როგორმე ჩვენი ქვეყანა გამოყენებული იქნეს იმ იარაღად, რომელიც სჭირდებათ დღეს გარკვეულ კონკრეტულ ძალებს, რომ დაუპირისპირდნენ რუსეთის ფედერაციას. რუსეთის ფედერაცია არის ყველაზე დიდი საშიშროება დღეს, რომელიც საქართველოს რომლის წინაშე დღეს საქართველო აღმოჩნდა, ვინაიდან მათივე მხარდაჭერით მოხდა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია. თუ პირადად მათი არა, ყოველ შემთხვევაში იმ პოლიტიკით, იმ შეცდომებით ახსავსე პოლიტიკით, რაც 2008 წლამდე ვიხილეთ.